ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპელაციის შედეგად შეფასება 400-მდე ნაშრომს შეეცვალა. გამოცდების ეროვნული ცენტრი ახლა ბაზების მომზადებას იწყებს ჩარიცხვებისა და გრანტის გასანაწილებლად, როდის გაიგებენ აბიტურიენტები ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას. ჯეოჰოსპიტალს დაბადების დღე აქვს, როგორ შეხვდა სამედიცინო დაწესებულებათა ქსელი 5 წლის იუბილეს. უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება წელი მეოთხე ზესტაფონში წიგნებისა და პირველ კლასელთათვის განკუთვნილი კომპიუტერების შემოტანილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს შედეგების გაგება ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ. შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის მათ საგამოცდო ბარათის ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვისა და გრანტის განაწილებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ 25 აგვისტოს ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს 5 აგვისტოდან 11 აგვისტოს 18 საათამდე შეეძლოთ. ცენტრის ინფორმაციით წელს სულ 2000 ნაშრომი იქნა გასაჩივრებული. წელსაც 22 აგვისტოს დღეს, როცა ჯეოჰოსპიტალსი დაიბადა, როგორც დარგში ადგილის დამკვიდრებისა და მაღალი სტანდარტების პრეტენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებათა ქსელი ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში განსხვავებულ გარემოში შეხვდნენ. ჯეოჰოსპიტალსი 5 წლის გახდა და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალისთვის დილიდან განწყობილების მიზეზი იყო. დაწესებულებას და ჩვენს ჯეოჰოსპიტალს ყველგან ჩან საქართველოში აქვს დაბადების დღე. დღეს 5 წლის არის უკვე. დღემდე საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები მოვედი, მე ამაზე ფასუხისმგებლობით მთლიანად ვაცხადებ და დღეის შემდეგაც ჩვენ ისეთი კარგი კოლექტივი გვყავს თუ ჩვენთან, თუ სამედიცინო ცენტრში, თუ სხვა რაიონებში, რომ ჩვენ არ შევარცხოთ ჯეოჰოსპიტალის სახელს და ყოველთვის ისევე წარმატებული ნაბიჯებით ვივლით. ჯეოჰოსპიტალსის როგორც ადგილობრივი სამედიცინო სივრცის ერთ-ერთი ლიდერის კვალიფიციური საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 5 წლიანი იუბილეს კოლექტივი განსაკუთრებული სტატუსებით შეხვდა, რომელიც მას ბიზნეს რეიტინგების კავშირის რანჟირების შედეგად მიენიჭა. 5 წლიანი გადმოსახედიდან ჯეოჰოსპიტალსი სერიოზულ წარმატებებს ითვლის. 2016 წლის 27 მაისის ბიზნეს რეიტინგების რანჟირების მიხედვით მან აიღო პირველი ადგილი, რეიტინგი ოქრო. ხოლო სამედიცინო მომსახურების ხარისხიანად გაწევაში და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მან მიიღო წოდება მედიცინის სიამაყე. ეს არის თითეული ჩვენი თანამშრომლის ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი და ეს მიუთითებს ჩვენი ქსელის პერსპექტიულობას, კონკურენტუნარიანობას და წარმატებული გზებით სვლის აუცილებლობას. გულოცავ ჯეოჰოსპიტალსის ყველა თანამშრომელს დღევანდელ დღეს ვუსურვებ გამარჯვებებს, წარმატებებს ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მედპერსონალთან ერთად ჯეოჰოსპიტალსის 5 წლიანი მოღვაწეობის შედეგად მიღებულ ემოციებზე საუბრობენ პაციენტებიც. დაარსების დღიდან ვარ ამათი პაციენტი. მთელი ოჯახის ყველა წევრი ამათთან დავდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ დაწყებული პედიატრით, ონკოლოგით, აი ყველა თითქმის ყველასთან მქონია ვიზიტი და ძალიან კმაყოფილი წავსულ ვარ ყოველთვის. ძალიან მინდა რომ დიდ ხანს და ჩვეული ენერგიით გვემსახურონ და
დიდი მადლობა გამოუცხადო და გადაუხადო. არანაირად არ მაქვს სურვილი, რომ სხვასთან მქონდეს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობა. იმდენად კმაყოფილი ვარ ამათი მომსახურებით. ჯეოჰოსპიტალსის ქსელი ზესტაფონში ამბულატორიული და სამედიცინო ცენტრების სახით არის წარმოდგენილი, სადაც პაციენტთა ჯანმრთელობის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი ემსახურება. სამედიცინო ცენტრში მათი რაოდენობა 130-ს აჭარბებს. ჯეოჰოსპიტალსის ამბულატორიულ ნაწილში კი 50-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის მქონე სპეციალისტი ერთიანდება. ისინი საშუალო დღეში 300-მდე პაციენტის სამსახურში არიან. საგანმანათლებლო ქსელში ახალი სასწავლო წლის განახლებამდე მოსამზადებელი სამუშაოებია. სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უზრუნველყოფის მიზნით პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ზესტაფონში სასკოლო წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შემოტანილი და მეექვსე საჯარო სკოლაშია დასაწყობებული. მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შევიდონის ეტაპი, ეს ხდება ეტაპობრივად. პირველად შემოვიდა ეგრეთ წოდებული ნარჩენი სახელმძღვანელო, რომლებიც მოიკრიბა სხვადასხვა რეგიონებში და დაბრუნებული წიგნები, შემდეგ შეიკრიბა და განათლების სამინისტრომ გადმოგვიგზავნა. ასევე არის ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოების იმ წიგნებს, რომლებიც რეაბილიტაცია უვარგისში გადავიდა, ცვლის განათლების სამინისტრო და ანაცვლებს ხას ახალი დაბეჭდილი წიგნებით. დაახლოებით 55%-მდე ახალი სახელმძღვანელო შევა სკოლებში, დანარჩენი იქნება მხოლოდ ვარგისი და სწავლისათვის გამოსადეგარი სახელმძღვანელოები. რაც შეეხება პირველი კლასის სახელმძღვანელოებს და სასწავლო რეულებს, დავახსენოთ, ამისათვის მიმდინარეობს მუშაობა და სავარაუდოდ დიდი ალბათობით ისინი იქნება ახლები. პირველკლასელები ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად ასევე მიიღებენ პერსონალურ კომპიუტერებსაც, ეგრეთ წოდებულ ბუკებს, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას მოელის IT სპეციალისტებისგან. ბუკი წელს 720 პირველ კლასელს გადაეცემა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სიახლეებს, თორნიკე კახნიაშვილის თქმით, რამდენიმე კვირაში არგვეთი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. 15 სექტემბრისთვის კი დაახლოებით 120 არგვეთელი მოსწავლე სწავლას ძველ კორპუსში განაახლებს, რადგან ის ავარიულად არ ითვლება. არგვეთის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით მინდა რომ ძალიან წინ გადაადგმული ნაბიჯია, მას დაუმტკიცდა ახალი მიწის ნაკვეთი მის ფლობელობაში, არგვეთის სკოლის ფლობელობაში გადავიდა, რაც აქამდე ხელისშემშლელი პირობა იყო. სასწავლო პროცესი ძველ სკოლაში დაიწყება, იმიტომ რომ სკოლა სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სხვა ადგილზე, სხვა ნაკვეთზე, არ არის აუცილებლობა რომ სკოლა დაიცალოს, რადგან სკოლა არ არის ავარიულ მდგომარეობაში, უბრალოდ სკოლის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი, ამიტომ გადაწყვეტა სხვა ადგილას სკოლის აშენება, სადაც ეგრეთ წოდებული მეწყერ საშიში ზონა არ არის, მოიძებნა, დაიზვერა და აშენდება სკოლა. სახელმძღვანელოები და ბუკები წელსაც მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი.